მოგესალმებით მეგობრებო და გიბრუნდით გიორგი წამალაძე აბა როგორ ხართ? დღეს ჩვენ გადავიღებთ ღამე გადარჩენის ვიდეოს მეშვიდე ეპიზოდს. და ეს დღეები იმიტომ აღარ ვიღებდი ვიდეოს, რომ ახლობელი ჩამომივიდა და ამიტომ აღარ გადავიღე რა. ვიდეოები არ მიცალა ამისთვის და მოკლედ აქვე გეტყვით და ლაიქოთ ვიდეო გამოიწეროთ არხი. ამ ღამე გადარჩენის ვიდეოს ეწოდება სტუმარი. ახლა კი დავიწყდეთ ნახოთ რა მოხდება. ოხ, რამდენი ხანია დავდივარ დავიღალე რა. წელი ფეხები ჩემი აღარაფერი აღარ მიუარგა ნეტა რამე სასტუმრო ვიპო რა. აი რაღაცა არის მგონი. ოპა, ეს რა სახლია? აუ სასტუმრო იყოს ან ვინმე სახლიო დავჩეკ, აი შევიდეთ მალე რა. თორე ვახ, ჩემი ძალიან ცუდად ვარ. ვახ, ვაი, კაკ, კუკ. ვინარი, გამარჯობა, რა გნებავთ? უკაცრავად, რამდენი ხანია მოვდივარ ალბათ ხმაზეც მეტყო, ძალიან ცუდად ვარ და შეიძლება რომ ერთი დღე დავრჩე თქვენთან, თორე წავიქცევ ეხლა ისა რა ქვია, ისე მეძინება და ისე მინდა დასვენება, რომ ცუდად გავხდები. კარგი, არაა პრობლემა, შემოდი. კარგი, შემოვალ. აუ ეს ისა რა ქვია, მაცივარი? კი, ეგ მაცივარია. ვაი, შემთხვევით ყვავილია ვიღებოდიში? არა უშავს, ჩააბრუნე. კარგი, რა ხდება უკაცრავ დაგჭირთ? არაფერი წყალსავ. კარგით. ანუ ესა სახლი, ძალიან კარგი. ხო და ესა კარგი სახლი ой, მებოდიში მომწონს. კარგი, ეზო გააქვთ? აი ეს რა გარებია, ეზო არის? კი, გადიდოგი და ნახე რომ ხელაუსი მაქვს. აუ, შეიძლება ვიცურაო? კი, კაცო, რაც გინდა ისქენი. კარგი, ვაი მებოდიში, რაღაცა მჭირს. არა უშავს. კარგი, ეცორა მე ჩემოთ აღშევალ ცოტა ხანი. კარგით, აუ, რა მაგარი სახლია, ბიჭო. ბუმ, გადავხდით. ვაგზელით მეგობრებო ვიდეოს დავიხჩვი, ვაიმე. ძალიან კარგია. აუ, რას ვერთობი? რა კეთილი ადამიანია რომ შემიბარაკ. აი, ერთი გადახტომა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. ოპა. გავცუროთ. ვაიმე, თვალები მეტყიდა. ვახ, კიდე დიდი ხანი ვიცურებ, ცოტა ხანი წამოვწვევი. ძალიან მაგარი სახლია და მე მქონდეს ესეთი სახლი. აი, ისა რა ქვია, მოკლედ ცოტა ხანი დავამშო. ვახ, რამდენი ხანი ვიცურავე, კაი. დავიღალე შევალე ხა წაუძინებ რა. ესა თავის ქალაა, ბიჭო. ვახ, უფროსმა კი არა, ამ სახლის პატრონემ რო გამიგოსო. ეს ნახე დამერხა და სისხლი თავის ქალაა? ამან ადამიანი მოკლა? ვაიმე. ძალიან მეშინია. მარჩი, ცურაობას. კი, კარგი მოვდივარ. კარგი და ეხლა შია და მანცი რო გავაყოლებ ჭამო შეიძლება, ხო? კი, მეჩია. კარგი, ჯერ მე ავიღებ რა საჭმელს რამეს. რა საჭმელები გაქვს, აბა? ვაი, ხორცი გადმოვარდა ხორის. არა უშავს. კარგი, რამდენი საჭმელი აქვს, ბიჭო? ხომე, სულ ემარაგებ. კაი, ერთი პური და ხორცი მინდა და ჩავუბრუნე მე რასაც ვერ შევჭამო. ხალეჩას რატო ტეხავ? ვაი, ბოდიში შემთხვევით გავტეხე. კარგი, აღარშია. მე კაროჩე რა და თქვენ ჭამეთობიათ. არა, არ ვშია მეც ახლა შევჭამე. კარგი, დავიცინოთ. კარგი, ეს კიდევ ჩემი ლოგინი?
მე ჩემი ლაკისა დავიცინებ. კარგი დროებით, აბა. კარგი. დავიცინო და აი ეს მარტო აქ რატო არის ხალიჩები ძალიან მიკვირს და შევთხოვეთ რომ გავტახე შუქი იყო და რამე ნახოთ რამე იმიტომ რომ აქაც იქნებოდა მარტო იქ რატოა არ ვიცი გავგზავნებ ცოტა ხანი და მე რო გავიღოზებ გარჩე ეგ მოხდება ნახო გათენდა თუ კერდა ვაიმე რამდენი ხანი მძინებია დაღამდა ამას ძინავს კი ძინავს მოდი გავიგოთ ეხა განსხვავებულია აქ და რა იმალება 1 არაფერი 2 არაფერი ჯანდაბა აქ არაფერი არა გონი მართლა არაფერი არ იქნება აბა აქაც არაფერი არა ჯანდაბა აქაც არაფერი არა ჯანდაბა ტყუილა არიანო თუ აი ეს 4 დავჭა აბა აქ არაფერი აქ რაღაცა უცა აქ შუქებია ისევ კი მარტო აქ იყო გადავთ აი დავუბრუნოთ მაგრამ იქნება არაფერი არა პროსტა არის გაჩავიდეთ საჩო მოვიდი ოპა მე ხათავები აქ რა მინახა რაღაც ჩესტი გაქვს ოპა წერილი მოიცა და ამ სახლინა გაიქეცი ეს ადამიანი ხალხს კლავს მალე გაიქეცი სანამ სხვა მათგანივით არ დაგემართება და ყველას უთხარი ეს ამბავი მიხადავებით მეთქი ეთილი კაცია ეხა რა ჯანდაბა ვქნა ვაიმე აუ იმედი არ გაიღვიძება ავიდე თვალე ახლა მოვედი კარგი ვაიმე წავი აღარ დამარცხათ აღარ მე ხომ გეთხარი არაფერი არა თქო რატომ ნახეს მე მართლა ხალხს კლავ მაგრამ რა გინდოდა არაფერი არ მინდოდა ხოთა მაგის გამო ხიხსი ხარო თავით დაგიჯეჭკო ხო ხარხისი არა შენთვის ხომ არა ჩემთვის ხეში ხარ რატომ ჩახვედი გეკითხები და პასუხი გამეცი არ ვიცი რატომ ხარ ჩავედი ვაიმე რა მინდოდა რა მოდი აქ არა მალე გავიქეცით გავაღო მოდი აქ ვახ გამექცა ჯანდაბა შენაგავ მაინც მოკლავ ვეღარ მოკლავ წავედი მალე ის იყო მეგობრებო ხამე გადარჩენა მე-7 ეპიზოდი და ეხა მოგიყვებით ერთ ამბავს ის ბიჭი რომელიც იყო აი ამ საშიშკაცთან და რომელიც გაიქცა იმას მერე ის ძალიან შეშინებული იყო შემდეგ ეს ამ კაცმა გადაწყვიტა რომ სახლი შეეცვალა რადგან იცოდა რომ ის ბიჭი ნამეს იზავდა ასეც ქნა იმ ბოროტმა კაცმა მართლაც ჭკვიანურად მოიქცა ის ბოროტი კაცი გაიქცა ამ სახლიდან და ახალი სახლი იყიდა მის მერე აღარავინ აღარ დაუჭერია იმიტომ რომ ყველა გაურბის მოუყვა ის იმ ბიჭმა რომ ეს არის საშიშიო ამასთან არ დაიჭიროთო იქით ახლოს სოფელი იპოვა
მან დარჩა და მან ჰქონდა სახლი. მაქსოფელში მიდიოდა ის ბიჭი თურმე. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით ნახვამდის.